კანონიერებს წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება ერთიან მონაცემთა ბაზარში. ეს იქნება დანომრილი ფირნიშები, რომელიც აისახება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და როდესაც მოდის მორებით დატვირთული მანქანა და მას გააჩერებს შესაბამისი მაკონტროლებელი, მან უკვე იცის, რომ მორი ნომერი დაუშვათ 5 არის კანონიერი წარმოშობის და ის რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ის გაიცა ლიცენზიის ფლობელ პირზე და შესაბამისად მისი მოხვედრა სამოქალაქო ბრუნვაში არის უკვე კანონიერი ხასიათის. ეს არის საკმაოდ მარტივი ფორმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფირნიშები დაბეჭდილი იქნება და იქნება დაცული ნიშნით, რომლის გაყალბებაც ფაქტიურად იქნება შეუძლებელი და რომელიც მოინდომოს ადამიანმა გაყალბება, ამას აზრი არ ექნება, რადგან თითოეული ფირნიშის წარმომავლობა კიდევ ერთხელ გადამოწმებადი იქნება ერთიან მონაცემთა ბაზაში. ასევე მინდა მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავამახვილო ყურადღება. ეს გახლავთ მრგვალი ხე-ტყის მოძრაობის და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები, დადგინდება გარკვეული ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც ხე-ტყის დამუშავებასთან იქნება დაკავშირებული და ნებისმიერი გადამამუშავებელი საწარმო ვალდებული იქნება, რომ დაიცვას ის ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც საჭირო არის ხე-ტყის მოპოვებისათვის. კანონპროექტმა გაითვალისწინა ასევე ის საკითხი, რომ შეიძლება ადამიანებს კანონის მიღებამდე მოჭრილი ჰქონდეთ ეს მორები კანონიერი წარმოშობის და ასეთ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს რაიმე გაურკვევლობა კანონის ამოქმედების მომენტისათვის და ჩვენ დავადგინეთ გარდამავალი ნორმა 1 აგვისტომდე, რომ მას 1 აგვისტომდე ძველი რეგულაციით შეიძლება მოახდინოს მასალის ესე იგი ბრუნვაში გაშვება, ანუ მორების დამზადება, გადამუშავება და ხოლო 1 აგვისტოს შემდეგ კი მათზე გაიცემა ასევე სპეციალური ფირნიში და მათზე არანაირი დამატებითი გადასახადი არ იქნება გადასახდელი გარდა ფირნიშის ღირებულებისა, რომელიც მე რომ მოვიკითხე, მისი ღირებულება $1-მდეც არ არის, სულ რამდენიმე ცენტი იქნება მისი თვითღირებულება. აი ეს გახლავთ ძირითადად ის ცვლილებები, რომელიც თქვენს წინაშე გახლავთ წარმოდგენილი. კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, ბატონო გია, ესე იგი, ამ ცვლილებების მიხედვით, კატეგორიებზეც, ანუ ორი კატეგორიის ნაცვლად იქნება 4, ხო? დიახ. ეს ამასაც დავაზუსტებ ბატონ ზურაბ, მადლობთ შეკითხვისათვის. ესე იგი, დღევანდელი ხის მოპოვება, როდესაც იწყებოდა, იყო მხოლოდ 2 კატეგორია, ეს იყო სამასალე და საშეშე. თუ 1 კუბომეტრი სამასალე ხე-ტყის მოპოვება ეჯდებოდა დაუშვათ იგივე 106 ლარი, საშეშე მოპოვება ჯდებოდა 6 ლარი. მაგრამ როგორც პრაქტიკა მაჩვენა და მე მოგახსენეთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციები მიმდინარეობდა კანონპროექტის დამუშავების დროს, როგორც პრაქტიკა მაჩვენა, თვითონ კატეგორიზაცია აი ამ სამასალე მასალის შეიძლება მოხდეს, ანუ შეიძლება იყოს ხე-ტყე, საიდანაც 100% ვარგისია მასალისათვის, შეიძლება იყოს მეორე კატეგორია, სადაც 70%-ია ვარგისი შესაბამისად მასალისათვის და შეიძლება იყოს ხე-ტყე, სადაც 40%-ია ვარგისი სამასალე მასალისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვახდინეთ 4 კატეგორიად და შესაბამისად დიფერენცირებული გადასახადი დადგინდა თითოეული კატეგორიის რესურსისათვის. კარგით, კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, ნუ ძირითადად პრინციპების დონეზე ყველა მიმართულებაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა მომხსენებელმა ბატონმა გიამ. ესე იგი, მრგვალ ხე-ტყეზე როცა ხონდა საუბარი, ეს არის 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე, ანუ მინიმალურად 12 სანტიმეტრი როცა არის, ხო ბატონო გია თუ არის? დიახ. ანუ შეშა ითვლება
თუ ყველაზე მეტად წვრილი ბოლო არ აღემატება 12 სანტიმეტრს, ამის ქვემოთ უკვე არის შეშა, ხოლო თუ 12 სანტიმეტრზე მეტია, უკვე იწყება სამასალე ხეთხის კატეგორიზაცია. კი ბატონო, დიდი მადლობა, ესე იგი, მეორე მოსმენისთვის უკვე დეტალურად გავივლით აღნიშნულ საკითხს. ბატონ ზურაბ, ერთი თხოვნა მაქვს კიდე პაკეტში წარმოდგენილი გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილებები, მაგრამ ესე იგი მთავრობა მიიღო დამატებით გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გადახედა იგივე GDI-ს ქვემდებარე საკითხებს, მათ შორის მოხდა ის საკითხები, რომელიც დღეს თქვენ წინაშეა წარმოდგენილი და სავარაუდოდ ჩვენ ამას გავითხოვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსს და ორშაბათს ბიუროზე შემოვა უკვე ახალი, სადაც ეს დებულებები იქნება ასახული. ამიტომ ამ პაკეტიდან არ განვიხილოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში შესატანი ცვლილებები. მადლობთ. კარგით, შემდეგი საკითხი, კოლეგებო. ისევ თქვენი საკითხია, ბატონო. დიახ, შემდგომი საკითხი ეხება უკვე რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებას. მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივი რესურსებიდან ამის ანალოგია უკვე არსებობდა, როდესაც ნავთობისა და გაზის სააგენტო იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იღებდა ის რეგულირების საფასურს. საერთოდ, როდესაც ჩვენ რეგულირების საფასურზე ვსაუბრობთ და ეს კანონი არეგულირებს დამოუკიდებელი მარეგულირებელთა მიერ დადგენილ რეგულირების საფასურს, ანუ კიდევ უფრო რომ განვავრცოთ, ეს არის ის საკითხები, სადაც არსებობს ეგრეთ წოდებული ბუნებრივი მონოპოლიები და აქ რეგულატორის ფუნქცია ეკისრება დამოუკიდებელ მარეგულირებელს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ ბუნებრივი რესურსები ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რომ ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება სპეციალური რეგულაცია და თითქმის ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავადგინოთ რეგულაციის მნიშვნელოვანი დებულებები. ამიტომ ამისათვის დგინდება ეგრეთ წოდებული რეგულირების საფასური, რომელსაც გადაიხდიან დღით სარგებლობისა და მათ შორის სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით მოსარგებლეები. მის ოდენობას დაადგენს შესაბამისად მთავრობა და მონაწილეობას მიიღებს ყველა სამინისტრო და ასეთ შემთხვევაში ეს იქნება იმ გონივრულობის ფარგლებში, რომელიც ამა თუ იმ ლიცენზიის ფლობელს უკავშირდება და მოპოვებული ბუნებრივი რესურსის სახეობასთან იქნება დაკავშირებული. აი, კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, მე უბრალოდ ბატონო ერთი მინდა გითხრათ იქ, როდესაც ჩავიკითხეთ აღნიშნული ცვლილებები. იქ არის საუბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აუთვისებელ თანხებზე წლიდან წელზე გადასვლას დაკავშირებით. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით საბიუჯეტო თანხის გადატანა წლიდან წელზე ეს გამორიცხული აქედან გამომდინარე იქ უნდა იყოს საუბარი არასაბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით. ამიტომ ეს დაზუსტებას მოითხოვს. კი ბატონო, ეს ჩვენ უკვე მეორე მოსმენით როცა გავივლით ამას მუხლობრივად, იქ იქნება ამას საუბარი. კი ბატონო, ფორმულირება დავაზუსტოთ. კომიტეტს დავალება რომ აღნიშნული თუ დასკვნაში იყოს გათვალისწინებული აღნიშნული შენიშვნა. მადლობთ. კარგი, დიდი მადლობა. მაშინ კოლეგებო, გადავედით შემდეგ საკითხზე. მე ვთხოვ ბატონ შოთა თარხნიშვილს, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეს წარმოგიდგინოს ბიუჯეტი თავისი უწყების. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელმაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად შეადგინა 10.800.000 ლარი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა 4 მილიონით ნაკლებია იმ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, რაც იყო დადგენილი პარლამენტის მიერ 2011-2014 წლების საპროგნოზო მაჩვენებლებისათვის. ასევე ჩვენ შემცირება გვაქვს მომუშავეთა რიცხოვნობაში, კერძოდ 400 ერთეულის ნაცვლად ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იქნება 350 ერთეული, ანუ 50 ერთეულით ნაკლები. შრომის ანაზღაურებაში ამ მაჩვენებლიდან გათვალისწინებულია 5.500.000 ლარი, საქონელი და მომსახურებაში 3.016.000 ლარი, გრანტებში 5.000 ლარი,
სოციალური უზრუნველყოფა 84,000 ლარი, სხვა ხარჯები 495,000 ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების და 1,700,000 ლარი. ინტერესის შემთხვევაში შემიძლია სათითაო თითოეულ მაჩვენებელთან მიმართებაში ვისაუბროთ. კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, იცით თქვენ კონტროლის პალატის შესახებ კანონიდან გამომდინარე, რამდენად მაღალი არის ნდობა პარლამენტისა კონტროლის პალატის მიმართ დაფიქსირებული, ასევე დამოუკიდებლობის ხარისხი როგორი მაღალი აქვს კონტროლის პალატას, აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა, თქვა, წინადადებები იყოს კონტროლის პალატის ბიუჯეტს იმაზე უფრო მცირეს, ვიდრე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით ასიგნებები ქონდათ გამოყოფილი, თუ არ არის მათი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, ნამდვილად კანონის შესაბამისად ვერ განვახორციელებთ. აქედან გამომდინარე, ბატონო შოთა იზღა დაგვრჩენია, რომ ხარი დაგიჭიროთ. მადლობა. კაი, კოლეგებო, დავასრულოთ დღევანდელი დღის წესრიგი, დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეხება ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოგმართეს ამ ბავშვების მშობლებმა თხოვნით, დახმარებით და თანადგომით, ბუნებრივია ეროვნულმა ფორუმმა მიიღო ეს თხოვნა და ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ დავეხმაროთ ამ ბავშვებს, ბუნებრივია ჩვენ ვიქნებით ამ ბავშვების გვერდით ბოლომდე და ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ ამ საქმიანობას. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ჩვენ შევისწავლეთ მათი მდგომარეობა საქართველოში და მივიღეთ მართლაც საგანგაშო მონაცემები. იმისთვის რომ ძალიან მკვეთრი იყოს მოცემულობა და ვნახოთ განსხვავება თუ რა ხდება დღეს და რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რამდენიმე ინფორმაცია მსურს გაგაცნოთ, თუ რა ხდებოდა 2004 წლამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე. საერთოდ საქართველოში მთლიანად არის 12,000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, აქედან არის რამდენიმე ათასი ბავშვი და თბილისის მასშტაბით აღირიცხება 1805 ბენეფიციარი 18 წლამდე ასაკის, ანუ ბავშვი. 2004 წლამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხს, დახმარებას იღებდნენ 20 წლამდე ბავშვები, ხოლო დღეს დახმარებას იღებენ 18 წლამდე ასაკის ბავშვები. 2004 წლამდე საზაფხულო საკურორტო სარეაბილიტაციო დასვენების დღეთა რაოდენობა შეადგენდა 14-ს, ხოლო შემდეგ ეს შეიცვალა 12 დღით, ხოლო დღეს უკვე 2010 წელს ისეთი პირობების შესთავაზეს ამ